და საარტილერიო ბატალიონი, ასევე ცალკეული მხარდაჭერი და ჩამოყალიბდა დღევანდელი პირველი ბრიგადა. ერთ წელს პირველი ბრიგადა გადავიდა ვაზიაში. თავის ბატონებო დღეს ვიმყოფებოდი დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ასევე აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში და ჩემთვის ალბათ სიმბოლური არის, რომ პირველი ვიზიტი ჩვენს თავდაცვის ძალებში ჰქონდა. გავეცანი მათ მიზნებს, ინფრასტრუქტურას, იუნკერების არსებულ რეალობას. საკმაოდ მაღალ დონეზეა ეს ყველაფერი, უზრუნველყოფილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო წარმომადგენლები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ სწავლებას იუნკერების და დარწმუნებული ვარ, რომ მათი мотивация ქვეყნის, ასე ვთქვათ, თავდაცვის უნარიანობაში საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ბატონი პრეზიდენტი გაეცნო აკადემიაში არსებულ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდა მომავალ ოფიცრებს. ეს არის დაწესებულება, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც არის მოწინავე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ასევე პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა იმ ვითარებას თუ რა ვითარება პირველი ბრიგადის სხვადასხვა ქვედანაყოფში, მათ შორის იმ პირობებს, რა პირობებშიც არიან ჩვენი სამხედროები და ასევე ის გეგმები და ამოცანები, რომლებიც აქვს კონკრეტულად ბრიგადას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ვიზიტი. ეს არის ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთ ვიზიტებს სხვადასხვა ქვედანაყოფებში საქართველოს მასშტაბით.